თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკული დელეგაციის წარმოადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი რიჩ ბრედი დაესწრნენ. ეს დელეგაცია, რომელიც წარმოადგენილია, წარმოადგენს ერთ-ერთ უმაღლეს, ასე ვთქვათ, ეშელონს შეერთებული შტატების შეიარაღებულ სისტემაში და საერთოდ თავდაცვის სისტემაში. ეს ის ხალხია, რომლებიც დაიკავებენ უკვე ასე ვთქვათ, კონკრეტულ პოზიციებს, თავიანთი, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფრიად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ასე ვთქვათ, რეალური სურათი თუ რა ხდება საქართველოში, თუ რა დონეზეა საქართველოს თავდაცვა ამ შეურში და რა ხდება საერთოდ რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში. ყოველთვის მოხარულები ვართ ამერიკის პრესტიჟული სასწავლებლებიდან, სამხედრო სასწავლებლებიდან მივიღოთ დელეგაციას, თუმები განსაკუთრებით ეს ეხება თავდაცვის უნივერსიტეტის ომის წარმოების კოლეჯის წარმომადგენლებს და ასევე ძალიან გვიხარია, რომ მათ შემადგენლობაში ქართველი ოფიცერიც არის, რომელიც დაგვიბრუნდება და კიდევ ერთ დამატებით მუხტ შემოიტანს ქართულ შეღებულ ძალების განვითარების საქმეში. ჩვენი ვიზიტის მიზანი რეგიონის სტრატეგიის გაცნობაა. შთამბეჭდავია ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის უწყებაში მაღალი თანამდებობები უკავია და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ძალიან სასიამოვნოა მათთან შეხვედრა. გარდა ამისა, ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ შეიძლება შეზღუდული რესურსით კარგი სტრატეგიის შემუშავება.